And we are here to stay. აქ ვართ, რომ დავრჩეთ. რობერტა მეცოლას ამ მოკლე გზავნილს პირდაპირ მნიშვნელობა აქვს. ევროპარლამენტი კიევში მუდმივ წარმომადგენლობას ხსნის. ამის შესახებ პირველმა ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა უკრაინულ პარლამენტში თქვა. უმაღლესი რადას პლენარულ სესიაზე ქვეყანაში ვიზიტით მყოფ სტუმარმა ემოციური სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობასთან ერთად მხარდაჭერას უდასტურებდა. Slava Ukraini. And when that peace comes, მე ვიცი, რომ მშვიდობა აუცილებლად დაისადგურებს. უკრაინა კი გაიმარჯვებს, მაგრამ რამდენად მალე მოვა მშვიდობა და რა პირობებით თქვენზეა დამოკიდებული. რადგან არაფერი ყოფილა არის და იქნება გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე. თქვენ არ გჭირდებათ ემპათიის სიტყვები ჩემგან. თქვენ გჭირდებათ ის, რასაც ევროპა პირველივე დღიდან გაწვდიდეთ და ასე გააგრძელებს. რეალური მხარდაჭერა იარაღით, საბრძოლო მასალებით, წვრთნებით, ჰუმანიტარული დახმარებით იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები და სახლები დაკარგეს, სანქციებით, რათა რუსეთის ომის მანქანა შევასუსტოთ, დიპლომატიით, რათა უკრაინა იყოს დღის წესრიგში პირველი საკითხი. სწორედ ამ გზით ვეხმარებით უკრაინას და ვუახლოვდებით მშვიდობას, რათა თითოეული გადაცებული უკრაინელი ბავშვი დავაბრუნოთ სამშობლოში. იძულებით მშვიდობა მხოლოდ რამდენიმე თვითან წილს შეაჩერებს ომს. ჩვენი პოზიცია ნათელია. მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი ღირსებაზე და სამართალზე დაფუძნებული, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენობასა და დამოუკიდებლობას. ევროპას უკრაინის მსგავსად მუდამ სურდა მშვიდობა და სწორედ ამაზე დაფუძნდა ჩვენი ერთობაც. ამიტომაც ვაგრძელებთ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ვართ მზად და უნარიც შეგვწევს მივახციოთ მას. ამ გზავნილს გზავნით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ჩვენ აქ ვართ თქვენთან. აქ ვართ რომ დავრჩეთ. მარტო არასოდეს ივლით და როდესაც მშვიდობა მოვა და ის ბნელი თავის საბოლოოდ დაიხურება, მაშინაც თქვენს გვერდით ვიდგებით აღორძინების პროცესშიც და უკრაინა კი მალევე შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს. ევროპარლამენტის პრეზიდენტს არც იმის თქმა დავიწყებია, რომ ახლოვდება ევროკომისიის მე-19 სასანქციო პაკეტის წარდგენა, რომელშიც რუსეთზე ზეწოლა დაგეგმილზე მეტადაა გაზრდილი. საქმე იმაშია, რომ ახალი პაკეტი რუსულ ბანკებზე, ჩრდილოვან ფლოტსა და სანქციების გვერდის ავლის მექანიზმების შეზღუდვაზე იყო ორიენტირებული, თუმცა გუშინ მისი წარდგენა გადაიდო. ეს იმიტომ, რომ ვაშინგტონი ევროპელებს რუსული ენერგორესურსების შეძენის შეჩერებას არა 2028 წლისთვის, არამედ დაუყოვნებლივ სთხოვს. ამერიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ახალი სასანქციო პაკეტი კრიპტოვალუტასა და ენერგეტიკასაც შეეხება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამასთან კომისიის შეთავაზება იქნება, რომ აჩქარდეს რუსული წიაღისეულების იმპორტის შეჩერება. მიუხედავად ამისა, კრემლში პოზიციებში ცვლილებებს არ განიხილავენ. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციასა და ღიაობას მოლაპარაკებათა პროცესში. ვამჯობინებთ უკრაინის საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს. ამასთან ევროკავშირი და მისი ცალკეული ქვეყნები რჩებიან მტრულ ხაზზე რუსეთის წინააღმდეგ და შეცდომით ფიქრობენ თითქოს სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებით, რამენაირად რუსეთის ფედერაციის პოზიციაზე იმოქმედებენ. რუსეთი იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესს და არ ექვემდებარება ამ სანქციების გავლენას. ამის დემონსტრირება ვფიქრობ ბოლო წლებში უკვე მოვახდინეთ კიდეც. ბოლო წლებთან ერთად დემონსტრაციული იყო ბოლო დღეებიც, მას შემდეგ რაც ბელარუს რუსეთის სამხედრო სწავლების ფარგლებში პოლონეთში არაერთი რუსული დრონი შეფრინდა და ნატოს მეოთხე მუხლის გააქტიურების საბაბიც კი გახდა. პოლონეთისთვის ნათელია, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა და ქაოსის შექმნას ემსახურებოდა. აზრს იზიარებენ ბერლინში, სადაც თვლიან, რომ წითელი ხაზების გადაკვეთით რუსეთი ნიადაგს ინჯავს და ნატოს რეაგირებას აკვირდება. ამის შესახებ დღეს ბუნდესტაგში გერმანიის ფედერალურმა კანცლერმაც ფრიდრიხ მერცმაც ისაუბრა, რომელმაც მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებზე ბერლინის ხედვაც გააჟღერა. ნაკარნახევი მშვიდობა თავისუფლების გარეშე, კაპიტულაცია. დილიდან ამას ვისმენთ. კაპიტულაცია მხოლოდ წაახალისებს პუტინს, რომ შემდეგი სამიზნე შეარჩიოს. პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მაგალითზე ჩვენ ვნახეთ, რომ საფრთხე რეალურია. ეს არის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილი. იქნება ეს გერმანიაში თუ ევროპაში. პუტინი უკვე კარგა ხანია ცდის ჩვენს წითელ ხაზებს. აწყობს ჯაშუშობას, კლავს, ცდილობს შექმნას გაურკვევლობა. რუსეთს სურს არეულობა ჩვენ საზოგადოებაში, თუმცა ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი მედეგობა და თავდაცვის უნარიანობა. ჩვენ უნდა შევაკავოთ მოწინააღმდეგებისგან მომდინარე აგრესია და ამავე დროს ერთმანეთთან დავაახლოვოთ მოკავშირეები და პარტნიორები, როგორც ამას ფედერალურ მთავრობაში ვაკეთებთ.
Polska ma realny sojusz i to jest ჩვენ ვერ მივცენ თავს უფლებას დავყონ. ვხედავთ, რომ პოლონეთზე დრონებით დარტყმა ქაოსზე იყო გათვლილი. ჩვენს თავებსა და გულებში. თუ წარსულის ეს დემონი დაბრუნდება, თუ პოლონელები დაიწყებენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე დავას და ასეთია ჩვენი უსაფრთხოება, მაშინ კრემლი და რუსეთი გაიმარჯვებს, როგორც ეს 86 წლის წინ მოხდა. obiektem ataku dwóch wrogów z dwóch stron. ევროპის მასთან ერთად კი უკრაინის ამოცანაა, რომ ასე არ მოხდეს. ამ მხრივ ამერიკის პოზიციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ დაუკარგავს. ვიდრე პუტინს, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა უპერსპექტივოდ გამოიყურება, დადებითი სიგნალები იკითხება სხვა ხაზით. ახალი ფინანსური შეთანხმების ფარგლებში დღეს უკრაინის მხრიდან ამერიკული შეერაღების შესყიდვის პროცესი დაიწყო. შუამავალი შეთანხმების მიხედვით ნატოა, რომელიც ფაქტს ადასტურებს. ბოლოს შეთანხმება სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გავლით გულისხმობს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას. ეს კი გაძლიერებული რუსული იერიშების ფონზე ხდება უკრაინის მისამართით. ჩვენ უკრაინაში პოზიტიურად ვუპასუხეთ ყველა შეთავაზებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან, იმისათვის რომ ომი და ადამიანების მკვლელობა დასრულდეს. ჩვენი მხრიდანაც არაერთი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიზნის მისაღწევად. მხოლოდ პუტინია დაინტერესებული ამ მკვლელობებით. ეს მისი ომია, მხოლოდ რუსეთის ომი. ველით რომ სოფლიო ამ ყველაფრიდან დასკვნებს გამოიტანს. განსაკუთრებით კი პოლონეთში დრონებით თავდასხმის შემდეგ. საუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია და ქვეყანაზე, რომელიც დიდად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ტრამპს. როდესაც საქმე რუსეთს ეხება, ეს არაა მხოლოდ მეზობლობის საკითხი, ეს ეხება ყველას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროპას კარგად ესმოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი გააგრძელებს ომის გაფართოვებას და არა აუცილებლად უკრაინაში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა 75 მილიონ დოლარს გაიღებენ მინერალების გარიგების ფარგლებში ჩამოყალიბებული საინვესტიციო ფონდისთვის. ოფიციალური კიევის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი უკვე პრაქტიკული საქმიანობა იქნება, რომელიც ენერგიაზე, ინფრასტრუქტურაზე და კრიტიკულ წიაღისეულებზე იქნება ფოკუსირებული. 2026 წლისთვის ვაშინგტონი და კიევი სამი მსხვილი პროექტის იმპლემენტაციას გეგმავენ, თუმცა მანამდე მხარეების მთავარ ამოცანად რუსული აგრესიის დასრულება რჩება უკრაინაში, რაშიც პროგრესი ჯერ არ იკითხება.